დღევანდელი თემა ისეთია, რომ თუ დღევანდელ შეხვედრამ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა და შესაბამისად ცხოვრებაც შეცვალა, ეს ეგრევე დაგვეტყობა, იმიტომ რომ ოჯახები გვაქვს და ოჯახებთან ურთიერთობაში ყველაზე მეტად ვლინდება ჩვენი ქრისტიანობა, ჩვენი მანკიერი მხარეებიც, ლუსტრაცია ხდება სრულად ადამიანური ბუნებისა, ძირითადად ოჯახში. ესეა დალაგებული თანამედროვე ოჯახის გამოწვევები. თანამედროვე ოჯახია და გუშინდელი ოჯახია. მაგრამ ზოგადად ოჯახი არის მარადიული ღირებულება. მარადიული იმიტომ რომ ეს არის ორი მარადიული არსების ერთობა, როცა მათი ერთობის გარანტია არის მესამე მარადიული არსება, ანუ ღმერთი. ასე რომ ოჯახი მარადიული ღირებულებაა. ამიტომ თანამედროვე ოჯახი ეს ნიშნავს იმას, რომ როცა ჩვენ საუბრობთ გამოწვევაზე, ეს გამოწვევა ანუ ერთგვარად განსაცდელი, ხო, რომელიც გამოწვევის წინაშე დგება ოჯახი. ეს გამოწვევა, იმიტომ არის განსაცდელი, რომ ოჯახი დროში ჩატოვოს და თანამედროვე დღეს არსებული ღირებულებებით აცხოვროს, უკვე ღირებულება ბჭყალებში, იმიტომ რომ ღირებულება, რომელიც მარადისობას არ წვდება, ის პრინციპში აღარ არის ღირებულება, სიცოცხლის ჩათვლით. სიცოცხლე მხოლოდ მაშინაა ღირებულება, როცა ის მარადიულია. თუ სიცოცხლე მარადიული არ არის, მაშინ ის ვერ იქნება ქრისტიანული გაგებით ღირებულება, იმიტომ რომ ის აუცილებლად მტრად იქცევა საბოლოო ჯამში. ამიტომ, როდესაც ვისაუბრებთ თანამედროვე ოჯახის გამოწვევებზე, ესე იგი ჩვენ ვეცდებით რომ დავინახოთ ოჯახი როგორც მარადიული ღირებულება, რას ნიშნავს ოჯახი როგორც მარადიული ღირებულება და შესაბამისად რა უშლის მას ხელს რომ იყოს ოჯახი იყოს მარადიული ღირებულება. ამაშია საქმე და გადაჭრის გზები რა არის? ანუ ის საშუალებები, რომელიც ოჯახს აღუდგენს იმ ღირსებას, რაც მას უნდა გქონდეს, რაც მაგალითად რის წერის დროს გამოვლინდება სხვადასხვა რიტუალურ მხარეებში, მათ შორის იმაში, როცა მეფეს და დედოფალს გვირგვინებს ახურავენ და ახსენებენ, ეკლესია ახსენებს ახალ დაქორწინებულებს, რომ ისინი სწორედ მარადიულნი არიან და ეს გვირგვინი ზეცის მოქალაქეობის, ღმერთის შვილობის ნიშანია და რა თქმა უნდა ჩვენ ვისაუბროთ ქრისტიანული პოზიციიდან და არა უბრალოდ გამოცდილებიდან, იმიტომ რომ გამოცდილება თითოეულ თქვენგანს ჩემზე შეიძლება მეტიც გქონდეს, მეც ოჯახი მყავს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი გამოცდილება ოჯახური ცხოვრებისა ხშირად არ არის სამაგალითო და მით უმეტეს ღვთის სწავლების უფლებას ჩვენ თავს ვერ მივცემდით. მაგრამ საბედნიეროდ არსებობს ქრისტიანული სწავლება ოჯახზე, რომელიც ჩემთვისაც, თქვენთვისაც და ყველა ქრისტიანისათვის ეს არის საყურადსაღებო და სავალდებულოც. პირველი რაზეც მინდა აქცენტი გავაკეთო, თან მე ვფიქრობ, რომ დრო მე არ მინდა ძალიან გავწელო, მე მინდა დაახლოებით 9 საათი ვისაუბრო, რომ თქვენ კითხვა პასუხისათვის დრო დაგჭეთ. პირველი რაზეც მინდა აქცენტი გაუსვა, ეს არის ესეთი ქვესათაური. ქრისტიანული ოჯახის ონტოლოგია, ანუ არსი ქრისტიანული ოჯახისა. აი მე უფემაც ახსენა ოჯახი რომ მამაკაცი და ქალის ურთიერთობა ერთობა არის და ძალიან საინტერესო რა არის, რომ ადამიანი რითი განსხვავდება ცხოველისგან? ადამიანი ცხოველისგან განსხვავდება იმით, რომ ის არის ღვთის ხატი და მსგავსი არსება. რას ნიშნავს ღვთის ხატება და მსგავსება, ამაზე ძალიან ბევრი გვისაუბრია, მგონი წინა შეხვედრებზეც ითქვა და ეს მე ინტერნეტში დაიდება, ამაზე დროს არ დავკარგავ, იმიტომ რომ თემას ავწდებით. ღვთის ხატობა და მსგავსობა პირდაპირ კავშირშია წმინდა წერილის მიხედვით, იმიტომ რომ ჩვენ თუ ქრისტიანები ვართ, წმინდა წერილის ვენდობით. ჩვენ თუ ქრისტიანები შევიკრიბეთ, ჩვენთვის მაშინ არის გარკვეული აქსიომები არსებობს. ერთ-ერთი აქსიომა არის ის, რომ ჩვენ წმინდა წერილის ვენდობით, იმიტომ რომ იგი ღვთის გამოცხადებაა. თუ ჩვენ შორის ის ისეთი, რომელიც წმინდა წერილის არ ენდობა და მას შინაგანად რევიზიას უკეთებს, მაშინ ჩვენთვის ის აქსიომად არ გამოდგება, მაგრამ ჩვენ მაშინ ოჯახზე კი არ უნდა ვისაუბროთ. რადგან ოჯახზე საუბარია, ჯერ საწყისებიდან უნდა დავიწყოთ. ანუ ღმერთი არის თუ არ არის. ეგ ერთი და მეორე, ქრისტე არის თუ არა ადამიანად მოსული ღმერთი. ანუ როცა ჩვენ საუბრობთ ოჯახზე, მაგის განწყობა, რომ ჩვენთვის ის რომ ქრისტე ღმერთია ეს აქსიომატურია, შესაბამისად წმინდა წერილი როგორც ღმერთის გამოცხადება, ჭეშმარიტება, ესეც უკვე გარკვეულია და ამაზე არ ვდავობთ და წმინდა წერილში ადამიანი რომ არის ღვთის ხატი და მსგავსი პირდაპირ კავშირშია იმაზე რომ მამაკაცად და დედაკაცად შეიქმნა ადამიანი. ხატად და მსგავსად, მამაკაცად და დედაკაცად არის შექმნილი. აი ეს ანუ ღვთის ხატი არ არის მამაკაცი, ღვთის ხატი არ არის დედაკაცი, ცალკე აღებული, ისე როგორც მაგალითად ადამიანი ცალკე სული ხორცის გარეშე.
არის ნახევარი ადამიანი, არ არის სრულყოფილი ადამიანი. ხო, ადამიანი ცალკე აღებული ვერ აღასრულებს იმ ფუნქციას, ვალდებულებას, რაც მას ღმერთმა დააწესა, მხოლოდ ერთობაში, იმიტომ რომ ღმერთი არის სამპიროვნება, ანუ ყოფიერების საწყისი არის ურთიერთობა უმაღლესი რანგისა, სიყვარული, რასაც ქვია, იმიტომ ღმერთი არის სიყვარული და ღმერთი ქმნის ადამიანს თავის ხატად და მსგავსად და მრავლობითად ქმნის მამაკაცს და მისგან ქმნის დედაკაცს. აი მამაკაცა და დედაკაცად რო არის ხაზგასმული რო შექმნა, აი ის იწოდება ღვთის ხატად და მსგავსად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თავიდანვე უნდა ვიცოდეთ, რომ მამაკაცობა და დედაკაცობა ეს არ არის უბრალოდ ადამიანის პირადი არჩევანი, ეს არის ის ვალდებულება, რომელსაც ადამიანი მორჩილებით უნდა იღებდეს. იმიტომ რომ ადამიანის თავისუფლება, ადამიანი უცნაური არსება, ადამიანი როგორც თავისუფალი არსება, არ ეწინააღმდეგება იმას, რომ ის მორჩილი არსებაც არის და ღვთის განგებულებას ემორჩილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ეხლა რაც შეეხება ქრისტიანული ოჯახის არსი, ონტოლოგია, რას ნიშნავს ეს? რატომ შეუქმნა ევა? Ხათაშორის ეს ეხლა მე ამ თემას არ ჩაუღმავდები, იმიტომ რომ დრო არ აგვაქვს და ეს არც ისე ვთქვათ მარტივია ჩემთვისაც კი. ნახეთ რა უცნაური რაღაცაა. ბიოლოგიური თვალსაზრისით გამრავლება, ანუ რეპროდუქციული უნარისათვის არ არის აუცილებელი სქესის არსებობა. მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ არსებობს რაღაც მარტივი არსებები, რომელიც სქესის გარეშე მრავლდება. გაგიგიათ ალბათ რა. რატომ ხდება, რომ ღმერთმა ისე შექმნა ეს სამყარო, რომ აუცილებელი გახდა სქესის არსებობა? ამაზე ლოგიკური პასუხი თქვათ არ არსებობს. რა თქმა უნდა, რაღაცები არსებობს, მაგრამ ბოლომდე გამოწვევლითი პასუხი არ არსებობს. და ეს სამყარო ხო შეიქმნა ადამიანისათვის, ამიტომ ძალიან ბევრი რამე მსგავსია ჩვენსა და ცხოველთა სამყაროს შორის. და ამას კიდე სხვა მიზეზები აქვს, რატო ეს მსგავსება. და როცა ადამი შექმნა, ადამიანს წარმოიდგინოთ, ყველაფერი კარგად აქვს. ღმერთთან იმყოფება, ღმერთთან კომუნიკაცია აქვს. 64 რა არის? ეს ისეთი სიხარულია, რომელიც არც თვალს უხილავს, არც ყურს სმენია და არც გულს არ შეხებია. არაფერი არ აკლია, მოკლედ და შემოქმედებით პროცესია ჩართული, მოწყენილი კი არ არის. მაგრამ მოხდა უცნაური რაღაცა. აი 64 ხო აინტერესებთ, აი 64-ში მოხვდები ადამიანი იწვის და ადამიანმა 64-ში მოიწყინა, ვერ იყო კარგად. და მისი მარტო ყოფნა მისთვის გახდა პრობლემა. იმიტომ რომ ღმერთთან ის სისავსით კომუნიკაცია ხო ვერ აქვს მას ჯერ, იმიტომ რომ ის ვითარდება ღმერთთან ურთიერთობისათვის, ის იზრდება. და შემწე შეუქმნა მისი მსგავსი. შემწე რაში? ევა იყო შემწე ადამის. რაში იყო შემწე? ადამის მთავარი მისია რა იყო? იმაში იყო შემწე. ადამის მთავარი მისია იყო ღმერთთან ერთობა, იმგვარი რომ განღმრთობილიყო და საღვთო მადლით ღმერთი გამختارიყო და მას ევა დაჭირდა ამისთვის, თავადაც ეხმარებოდა ევას და ადამის და ევას ერთობის არსი იყო ის, რომ მათ ღმერთი უფრო იოლად ეპოვათ, ვიდრე ცალ-ცალკე იპოვიდა. შემდგომში მე ამას პავლე მოციქული იმეორებს თავის ეპისტოლეებში და ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობას ადრის მამაკაცსა, ქმრისა და ცოლის ურთიერთობას. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გვახსოვდეს, რომ ქრისტიანული ოჯახის არსი არ არის უბრალოდ რეპროდუქციული, თქვათ, უნარების გამოვლინება, ანუ გამრავლება. არამედ ეს არის შედეგი უბრალოდ. ქრისტიანული ოჯახის არსი არის ქრისტიანული ოჯახის არსი. არის ის, რომ მათ ღმერთი იპოვა. როგორც კი ოჯახს, ქრისტიანულ ოჯახს ეს თავარი მიზანი დაკარგული აქვს, იმ წამს ისინი იმ თავარს ვეღარ აკეთებენ, რისთვისაც ოჯახი არსებობს ღმერთის მიერ დაწესებული. ოჯახი თავისთავად ამის გარეშე ღირებულებაა. მაგრამ წეღანას ვთქვი, რომ ეს ღირებულება თუ მარადიული არ არის, რაღა ღირებულებაა. ხოლო ქრისტიანული ოჯახის არსი არის აღდგეს ქმარისა და ცოლის მიერ და ქმარსა და ცოლს შუა აღდგეს ის, რაც ქონდა ჩაფიქრებული ღმერთს, რომ მათ ერთობით ღმერთი ეპოვნა. აქ კიდევ ერთი საინტერესო რამ არის. დღეს ხელს უშლის აი ამ ყოველივეს, რასაც ჩვენ ლაპარაკობთ, ის რომ ადამიანის ბუნება აღარ არის ისეთი, როგორიც იყო 64-ში.
ჩვენ გვაქვს დაცემული ბუნება. დაცემული ბუნება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ბუნება არის ისეთი, როგორი ბუნებაც მიიღო ადამ და ევა. ღმერთს დაცილებული და ღმერთთან ყოფნის უუნარო, ჩვენ დაცემული ბუნება, დაზიანებული ბუნება, ცოდული ბუნება ნიშნავს, რომ ადამიანი არის ღმერთთან ყოფნის უუნარო. ეს უუნარობა ვლინდება ძალიან ბევრ პრობლემაში. ერთ-ერთი ეს არის ეგოიზმი. და ეგოიზმის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი შეიძლება ითქვას რა არის? ორ ადამიანს შორის რაში ვლინდება ეს? მათ არ შეუძლიათ ერთად ყოფნა. ერთად ყოფნა არის პრობლემა. იმიტომ რომ ერთად ყოფნის შემთხვევაში თითოეული ადამიანის ეგოიზმი იდრგუნება და ეს იმდენად მძიმეა თითოეული ადამიანისათვის, რომ ოჯახური ცხოვრება ხშირად ძალიან მძიმე დრამად გადაიქცევა ხოლმე. ხოლო თუ ოჯახი არ არის მტკიცე რაღაც განსაკუთრებული ტრადიციით და მით უმეტეს სიყვარულით და ღვთისმადლით შეკრული, ძალიან ხშირად ოჯახები ადვილად ინგრევა. და აქ კიდევ ერთი პრობლემა არის. ადამიანი ამავე დროს ატარებს თავის თავში ღვთის მსგავს თავისუფლებას, რომელიც მას აქვს პოტენციაში, მაგრამ ის რომ რეალიზდეს აუცილებელია, რადგან თუ არ რეალიზდა ჩვენში თავისუფლება, ჩვენში ღვთის ხატობა და მსგავსობას არ რეალიზდება. ამავე დროს ადამიანი არსებობს ერთობისათვის, ესე შეიქმნა ადამიანი, ერთობაცა და თავისუფლებას, ორივე ურთიერთობაცა და თავისუფლებას, ორივე თანაბრად უნდა რეალიზდეს. თუ ჩვენ გვინდა რომ ღვთის ხატი და მსგავსი არსება ვიყოთ. აი როცა თქვათ ოჯახი იქნება ქრისტიანულ სივრცეში, თუ არა და არსებობს სამონაზდო ცხოვრება, მონასტრული ცხოვრება, ну ყოველ შემთხვევაში ადამიანი სოციალური არსება და საზოგადოებაში ტრიალებს და თუ ოჯახი არ შექმნა და აყავს, მაყავს, მშობელი ყავს, ბიზაშვილები ყავს, მეგობრები ყავს, თანამშრომლები ყავს, თუ მონასტერში წავიდა, მონასტრის ძმობა ან დები, სამონასტრო დები, თუ ოჯახი შექმნა ხო მეუღლე და შვილები, ადამიანს ერთობის გარეშე არ შეუძლია, ადამიანი ერთობის გარეშე ვერც ლაპარაკს სწავლობს. ვერც ესე იგი სიარულს სწავლობს. ანუ ადამიანი თუ საზოგადოებაში არ გაიზარდა, ის შეიძლება ცხოველად დარჩეს. ამის მაგალითები ხო ვიცით და არსებობს. ანუ ადამიანის განვითარებისათვის ერთობა აუცილებელია, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია თავისუფლება. და ოჯახი არის ის უცნაური აკადემია, ქრისტიანული ოჯახი, სადაც ადამიანი ახერხებს რომ შეძლოს ერთობასთან ერთად, რომელიც მას ღვთის ხატა და მსგავს არსებას აქცევს, იმიტომ რომ ღმერთი არის ერთობაც, იმიტომ რომ სამპიროვნება, ამავე დროს ის ახერხებს ისწავლოს როგორ გახდეს თავისუფალიც და თუ ოჯახი ამის საშუალებას არ იძლევა, რომ იყოს თავისუფალიც და ერთობის ბედნიერებაც იგრძნოს, მაშინ ეს ოჯახი არ არის ქრისტიანული. და წარმოგიდგენიათ, რომ დღეს რა რთულია ყოველივე ამის გაკეთება. დღეს თანამედროვე ლიბერალური საზოგადოება თავისუფლებაზეც საუბრობს და ამავე დროს მკვეთრად საუბრობს უფლებებზე, ისე რომ არ საუბრობს ვალდებულებებზე. და შესაბამისად უფლებებზე საუბარი ვალდებულების გარეშე შეუძლებელს ხდის, რომ ადამიანი გახდეს თავისუფალი ერთობაში. ან ერთი იმონებს მეორეს, ან მეორე იმონებს პირველს. ეს აუცილებლად ესე ხდება. ან მათ შორის სრული აპათია ყალიბდება და სრული გულგრილობა აქვს ერთმანეთისადმი. ესეც ცალკე რა თქმა უნდა ბოროტება არის. ოჯახის ერთ-ერთი დანიშნულება ამავე დროს არის თანამუშაკობა, თანამშრომლობა ქრისტესთან. წყვილი რო ჯვარს იწეს, წევანაც ვახსენე ეს ერთ-ერთი სიმბოლიკა, სხვადასხვა სიმბოლოებია. ერთ-ერთი სიმბოლო არის ბეჭედს უკეთებენ. ბეჭედი არის მარადისობის სიმბოლო. ესე იგი გვირგვინს ადგავენ. გვირგვინი არის იმის სიმბოლო, რომ ზეცის მოქალაქეები ვართ, ღმერთის შვილები ვართ. რასაც მამაო ჩვენო გვეუბნება, ღმერთის შვილები ვართ, ღმერთს როგორც მამას ისე მოიხსენიებ. ხატის გარშემო თქვათ, გარკვეულ წრეს ვარტყავთ, იქიცით ეს ნიშნავს, რომ ჩვენი აზროვნება ქრისტოცენტრულია, ქრისტეა ჩვენი ცხოვრების გამოერთიანებელი და ცენტრი. თქვათ, იქ საერთო ჭურჭლით, ერთი ჭურჭლით შესვავენ ღვინოს, როცა ამით გამოხატავენ, რომ ყველაფერი საერთო აქვს, არა მარტო ამქვეყნიური, არამედ მარადილობა. ხო და აი ეს ყველაფერი, ეს არის ღირებულებები, რომელსაც ესე სიმბოლურად გვაწვდის ეკლესია ქორწინების საიდუმლოებაში, ეს არის ღირებულებები, რომელიც ჩვენ ცხოვრებაში უნდა რეალიზდეს. თუ ამაზე ადამიანი არ ფიქრობს,
მაშინ იცით როგორ არის ადამიანი გონიერი არსება, ადამიანი არ შეიძლება ინსტინქტურად, მხოლოდ ინსტინქტურად, მხოლოდ ინტუიციურად ვითარდებოდეს როგორც ოჯახი, როგორც ქრისტიანული ოჯახი. როგორც ის რომ განვითარდეს, აუცილებელია რომ მას გააზრებული ქონდეს რასაც აკეთებს. პავლე მოციქული ამბობს ჩვენ ვიცნობთ მას ვირწმუნეთ. ვიცი მე რასაც ვაკეთებ და თუ არ ვიცი, ეს ქმნის პრობლემებს. ამიტომ ოჯახში უამრავი პრობლემა იქნება. იმიტომ რომ ყოველივე ახლა ეს ერთგვარი თეზისებია მარადისობა, ზესის მოქალაქეობა, ღვთისმშობლობა, ქრისტოცენტრულობა, ეს არის მთელი სამყარო ქრისტიანული. ეს არის მთელი სამყარო ქრისტიანული, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანული ღირებულებები ჩვენ შიგნით აგვაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ ინტუიციურად კი არა, ან სტიქიურ რელიგიურად კი არა, არამედ გათვითცნობიერებულათაც. აი ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ქრისტიანისათვის უმაღლესი ურწმუნო ადამიანი ავიღოთ ჯერ. ურწმუნო ადამიანისათვის უმაღლესი ღირებულება, ურწმუნო ოღონდ წესიერი ადამიანისათვის. ურწმუნოში გულისხმობ ადამიანს, რომელიც ქრისტესთან ურთიერთობას არ ეძებს. მაგრამ წესიერი და პატიოსანი ადამიანისათვის, ტრადიციების ერთგული ადამიანისათვის, ასეთი ადამიანისათვის ოჯახი არის უმაღლესი ღირებულება. და ამიტომაც არის ხოლმე, რომ მშობლები შვილებს მიდი კაცო ცოლი მოიყვანე, მიდი დაქორწინდი, მეცინება ხოლმე, ვით შეიძლება კიდე უთხრა, გოგოს მიდი გათხოვდი რა, როგორ უნდა გათხოვდეს, გოგო თავისით გაუგებარია. ხო, მაგრამ ეს გასაგებია რა, მშობლებს უნდათ, რომ ეს ღირებულება მათ ცხოვრებაში, მათი შვილების ცხოვრებაში რეალიზდეს. მე მესმის მათ. ქრისტიანისათვის ოჯახი არ არის უმაღლესი ღირებულება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს. ქრისტიანისათვის ერთადერთი ღირებულება არსებობს, რომელიც უმაღლესიც არის, შუაც არის და ბოლოს არის, არის იესო ქრისტე. ადამიანად მოსული ღმერთი. შესაბამისად, ოჯახი, ისე როგორც მონასტერი, ოჯახი არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება, ისე, რომელიც მეხმარება იმ თავარი მიზნის მისაღწევად. ანუ ოჯახის საშუალება გამოდის, არა მიზანი, არამედ საშუალება ღმერთი ვიპოვო. აი როგორც მონასტერი საშუალება გამოდის. მონასტერი არ არის მიზანი. ადამიანი მოდის და ფიქრობს ახალგაზრდა, აი ვერ გადამეწყვეტია კაცო მონასტერში წავიდე და ოჯახი შევქნა და ნერვიულობს ამას. მეუბნები ერთსაც დაანებე თავი და მეორეს. შენ ქრისტე ეძებე და უფალი გამოგინახავს ამ გზას კაცო. გამოგინახავს. თავარი იესო ქრისტეა და დანარჩენი ყველაფერი ამას თან მოსდევს, რისი ნიჭიც მაქვს. ღმერთი ამას გამომიჩენს. ესე ძალიან მნიშვნელოვანია და პრაქტიკულ ცხოვრებაში და რატო? როდესაც თქვა ქრისტიანები დაქორწინდებიან. ქრისტიანი ხო არ ნიშნავს იმას, რომ უცოდველია და ეგოიზმი მასში არ არის, ანგარება მასში არ არის. ხო? ბუნებრივია ეს ყველაფერი მასში არის, მრისხანება მასში არ არის. ამიტომ პერიოდულად მათ არ კონფლიქტები, როგორც ყველას, ისე ქრისტიანულ ოჯახსაც. თუ ცოლსაც და ქმარსაც ახსოვს ძალიან კარგად, რომ მათი მიზანი ამ ქვეყნიური კომფორტი კი არ არის. მით უმეტეს საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილება და რეალიზება სხვა ადამიანის კისერზე, სხვა ადამიანის ხარჯზე, სხვა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე. ეს კი არ არის მიზანი, ჩემი მიზანი იესო ქრისტე თუ არის და მე თუ ვიცი რომ ოჯახი არის მნიშვნელოვანი საფეხურიც და შესაძლებლობაც და დამხმარე საშუალებას რომ თავარ მიზანს მივაღწიო და ამისათვის ვალდებულება მაქვს უკვე მე რომ მეუღლესთან მქონდეს ის ურთიერთობა, რასაც ქრისტე მავალებს, ანუ სიყვარულით ახსავსე ურთიერთობა, მორჩილებით ახსავსე ურთიერთობა, სიმდაბლით ახსავსე ურთიერთობა, სიფაქიზით ახსავსე ურთიერთობა, ურთიერთდათმობით, მიმტევებლობით, დიცულოვნებით. ეს ის ღირებულებებია, რომელიც მე ოჯახი ამის აკადემია. მე თუ ეს ყოველთვის მახსოვს და ქრისტეა ჩემი მიზანი და არა ჩემი ამბიცია, ქალო ეხლა მე შენ გითხარი და აბა შენ ან კიდე ქალი იტყვის კაცო შენ რა თავზე მაღაზი ხარ ის ხო არა ხარ აზიატი ვიღაცა. მის რაღაც აი რაღაც ესეთი დამოკიდებულება. თუ ეს ასე ხდება, ანუ თუ ის თავარი დაკარგული არ აქვს, მაშინ რა თქმა უნდა ყველა კონფლიქტი გვარდება. იმიტომ რომ როგორ შეიძლება სადაც ქრისტე იქ სიმშვიდე არ იყოს, იქ სიყვარული არ იყოს. ეს მისი დიცულოვნება და მიმტევებლობა არ იყოს. ამიტომ ჩვენ უნდა გაცნობიერებული გქონდეს, როცა ქრისტიანული ოჯახი იქნება, გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ რა არის ჩვენი მიზანი. და თანამედროვე ცხოვრება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი რასაც აკეთებს, არა მარტო თანამედროვე ცხოვრება. აგერ მე ასაკი, ვისაც ასაკი გვაქვს, ბოლშევიზმი და საბჭოთა კავშირი გამოვიარეთ რა, მაშინ სად იყო რწმენა. და დღეს, რა თქმა უნდა, და ყოველთვის ამასოფლისული ქრისტეს ებრძვის. ეს ბრძოლის ფორმები ძალიან დაიხვეწა, ძალიან რაფინირებული გახდა, ძალიან მზაკვარი გახდა.
და ძალიან იოლია, რომ ქრისტიანი ყოველდღიურობაში, აქ ქრისტიანი იყოს ეკლესიაში მოდიოდეს, ეზიარებოდეს კიდევაც, მაგრამ ყოველდღიურობაში ქრისტიანი არ იყოს. აი არ არის ყოველდღიურობაში ქრისტიანი. მისი ის ნაბიჯებს ამ ცხოვრებაში დგავს ისე, რომ სახარებას არ ადრის. და შესაბამისად სულ აცდენილია. და ეს ემართება მე ოჯახშიც. მიდის გაღიზიანებული, დამძიმებული და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა თავის იმას რისხანებას ანთხევს მეუღლეზე, ბავშვებზე, სიდედრზე და რა ვიცი, ყველაზე შეიძლება ეს მოხდეს. კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ როცა ჯვარს იწერენ, იქ არის ეს ტროპარი, მოწამეთა ტროპარი. ანუ ეკლესია ახსენებს ამ მოწამეთა ლოცვით, რომ ქორწინება არის მოწამეობრივი ღვაწლი. ახალგაზრდები რო ქორწინდებიან, ახალგაზრდებმა რა იციან, პატარები თუ ახალგაზრდები ქორწინდებიან. მათ ერთმანეთი უყვართ ეს რომანტიული სიყვარული, ამაზე ამშვენიერია, შეიძლება ვერც სასწავლიან უფროსებისგან, რა სწავლობენ ქორწილში, ყანწებს დაატრიალებენ და აბა ბედნიერები იყავით, მაგრამ კითხვას არავინ არ სვავს, კი მაგრამ ეს ბედნიერება რა არის? და სად იპოვნება, სად იშოვება ეს ბედნიერება და არიციან ადამიანები. სინამდვილეში ადამიანი როცა ქორწინდება, მოწამეობრივ ღვაწლზე მიდის. იმიტომ რომ ეგოისტია, მეორეც. იმიტომ რომ ამპარტავანია, მეორეც. იმიტომ რომ თავნება, თავდაჯერებულია, საკუთარი სიმართლეა, ხშირად მრისხანია, გაღიზიანებულია, უხასიათოა, წუწუნაა, პრეტენზიულია. ის მეორეც ეგეთია, კაცო. ყველა ესეთები ვართ. ხო და ეს ორი ეკლიანი არსება ერთად რო არის ერთმანეთს ჩხლეტან მერე და პრობლემას უქმნიან. და მე ფიქრობ ბედნიერება სად არის კაცო? სად არის ბედნიერება და სახში მისვლა არ უნდა ერთს არ მეორეს. მე პატარა კონფლიქტზე გარბიან. ადრე ჩვენ ძველად გივე საბჭოთა კავშირის დროს იქ ათესავები, ბებიები, ბაბუები და რაღაცა რიდი ქონათ. დღეს არავის რიდი არ აქვს. გესმით? ამიტომ არიციან რა არის ბედნიერება. პატარა გოგოსაც და პატარა ბიჭსაც ბედნიერება გონია რა. რომ თვითონ ისი ამოვნოს, რომ მოემსახურონ. ამდენჯერ მომისმენია, რომ რატომ მოყავს ეს გოგო ცოლად მეუბნები. ამოიცი რა, აი ამდენი მინახავს ცხოვრებაში ან ვიღაცებს ადრეს ვიცნობდი, მაგრამ ეს გამიგებს. ანუ იმიტომ მოყავს ეს გოგო და არა ის გოგო. ეს გოგო მას გაუგებს. გესმით? უკვე ხარვეზიანია თქვენი ურთიერთობა. ქრისტიანი ასე არ ლაპარაკობს, კაცო. გამიგებს მე გაუგებ, ხო? სახარებაში სად გვაქვს ცნება, რომ ვუყვარდე, პატივი მცენ, გამიგონ, ხო? მაპატიონ. პირიქით არის, ვაპატიო, გაუგო, პატივი მცე, მიყვარდეს, გესმის ვიტვირთო. ანუ ქრისტეს აცდენილია უკვე. ჯვრისწერა ფორმალობა, არაფერს თქმელი არ არის ამათვის. და შედეგით სახეზია. ხო და ბრძოლა გვიწევს სიამაყესთან, ეგოისტთან, როგორც გითხარით, სიძვასთან გვიწევს ბრძოლა. უცნაურ რამეს ვიტყვი ახლა, რომ აი შეიძლება ადამიანი იყოს უმანკო, ქორწინდება და მერე ეწყება მას რაღაცეები, რომ თქვა, იქ თვალები გაურბის, ვიღაცეებისკენ იყურება, გესმით? ეშმაკიც ისე თანმიმდევრულად მუშაობს თითოეულ ადამიანზე. როგორც კი მაგალითად ცოლ-ქმარს შორის რაღაც დაპირისპირება არის, ხანდახან ხო არა, იჩხუბეს ცოლ-ქმარმა რა, იჩხუბეს და რაღაც გაფუსუნებულები არიან. ეშმაკის ხელწერაც, რომელიც ძალიან ხშირად მეორდება, აი ამ ოჯახის გარშემო მესამე სუბიექტი ჩნდება. სადაც სუსტია იქითკენ უფრო. მაშინ როცა ესენი ჩხუბობენ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს და ოჯახი გვეხმარება, რომ მოვიხვეჭოთ ქრისტიანული სათნოებები. ქრისტიანული სათნოებები არის სიყვარული, მაგალითად, სიმშვიდე, მშვიდობა, სიმდაბლე. აი ქრისტიანობს ისწავლეთ ჩემგან მშვიდვარ და მდაბალ გულითა. სიმდაბლე ვლინდება მორჩილებაში. ეხლა მორჩილება ადამიანს ცუდად ესმის. ამ მორჩილება ეხლა ვისი მონავიყომე? არა, აი მაგალითად, გაჩნდა პატარა ბავშვი. არის თუ არა დედას და მამაც ამ პატარა ბავშვის მორჩილი. არს ლაპარაკი ის ტირილის მეტი არაფერი არის, ის და ჭამის მეტი. და დედაც, მამაც და თუ კიდე სხვები არიან, ყველა ამის მორჩილია, ყველა ამას დასტრიალებენ და რაც იმას ზუნდა, ყველა იმას აკეთებს. ხავე რომ დასჭექავს, ეს ყველაფერზე დგება. მაგრამ ეს მორჩილება მონობაა ამ ბავშვის? ამ ბავშვის მიმართ მონობას ვავლენთ? ჩვენ ხო ეს ამით სიყვარულს გამოხატავთ. და თუ მაგალითად მეუღლეს დაემორჩილა, ახლა ქრისტე როგორ ამბობს? დაემორჩილენით ურთიერთარს ცოლ-ქმარს მიმართავს.
დაემორჩილენი თურთიერთას. ნუ კაცები ცოტა სხვა რამ, იქ სხვა სიტყვებიც აქვს, კაცები სხვა რამეს კითხულობენ ხოლმე, პავლე მოციქულს აქვს ესეთი სიტყვებიც, რომ ესე იგი ცოლის ქმარი არის თავი. ერთხელ მახსოვს ახსარებაზე ერთი კაცი მოვიდა წლების იქი და კაცი კი არა, ქალი მოვიდა და ის კაცას ვიცნობდი, ორივე მრევლის წევრები იყვნენ და მამაო, ეს გოგო მეუნება, ჩემი ქმარი მავიწროებს, რა ხდება? სულ მეუნება, რომ მე შენი თავი ვარ და სულ უნდა დამემორჩილო. დისკრიმინაციად აღიქვავს ზოგი ქალი ამას, რომ ცოლის თავი არის ქმარი და ქმარს კიდე ხელფეხი ხსნება, რომ ესე იგი მე სინამდვილეში ცოტა რომ გავაგრძელოთ, ნახეთ რა წერია. ცოლის თავი არის ქმარი, მაგრამ ქმარის თავი ვინ არის? იესო ქრისტე. ეს რას ნიშნავს იცი? პატარა თქვა? ცოლი. ხო, ეგეც არის. ნუ ხანდახან პირიქით არის ხოლმე რა. როცა წერია რომ ქმარის თავი არის ქრისტე, რას ნიშნავს ეს? ქმარი იყურება ქრისტეს თვალებით. ცოლს უყურებს, როგორც ქრისტეს შეხედავდა სიყვარულით, თავგანწირული სიყვარულით, გესმით? და აბა ქმრებო, ჩემის ჩათვლით, ცოლს შევხედოთ თავგანწირული სიყვარულით. აბა ნახეთ როგორ დაგიჯერებს, როგორ დაგემორჩილება. იმიტომ რომ ის ამ მორჩილებაში ხედავს არა რაღაცა დამონებას, ან რაღაცა არამედ ანუ სიტყვების, ეს არის სიტყვები, რომელიც თანამედროვე ადამიანს არ ესმის, თანამედროვე ეს ადამიანს არ ესმის. რას ნიშნავს სიტყვა მორჩილება? მორჩილება მონობათ აღიქმება, სიმდაბლე სისუსტეთ აღიქმება და ასე შემდეგ. ამიტომ სხვათა შორის ქრისტიანულ ტერმინოლოგიას გაშიფრვა და გარკვევა ჭირდება. იმიტომ რომ თუ ეს ადამიანმა არ გაიგოს, ყველა თავში ესე იგი დომხალი ხდება, უკვე ვერ ვარკვევ რა რას ნიშნავს. და სიყვარული კიდე, როცა ვსაუბრობთ სიყვარულზე. სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია, მხოლოდ მithumetesუნება, მხოლოდ რაღაც რომანტიული რაღაც გზნობები, იგივე ბავშვთან დაკავშირებით. ერთ ღამეს იტირა ადექი, მეორე ღამეს იტირა ადექი. აი მერვე ღამეს რო იტირა, კი ადექი, მაგრამ აი ამ ადგომას, გესმის, ხეხზე ძლივს გახარ. და მაინც ხო ადექი. მაგრამ ემოციურად დაცლილი ხარ ემოციისგან, ნუ აღარ შეგიძლია უკვე, მაინც ადექი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სიყვარული დგები. პირველ დღესაც სიყვარული დგები, ოღონდ პირველ დღეს იყო გზნობა, სიყვარული გზნობაში გამოვლინებული და საქმეშიც. და მერვე დღეს საქმეში გამოვლინებული და ნებელობით აქტში გამოვლენილი. აი ეს სიყვარული ნებელობით აქტში გამოვლენილი, სიყვარული სიმდაბლეში გამოვლენილი. როგორ შეიძლება გიყვარდეს მეორე ადამიანი, ცოლი, ან ცოლს ქმარი თუ ზემოდან უყურებ? როგორ შეიძლება გიყვარდეს შვილი თუ ზემოდან უყურებ? რა შევინახარ გაცოლა, მე ვარაცა ვარ. არ გამოვა ეს. ამიტომ სიყვარული არ არსებობს სიმდაბლის გარეშე. ესე ძალიან მნიშვნელოვანია და ამას სოფლის სული დღეს ყველაზე მეტად სიმდაბლეს ებრძვის. და სიმდაბლე ეს არის არა სისუსტე, არამედ ქრისტეს მსგავსი მდგომარეობა, ეს არის მისტიკა, როცა ჩვენში იესო ქრისტე ცხოვრობს. და ადამიანი ქრისტეს მსგავსად კომუნიკაციას, ქრისტეს მსგავსად ახდენს ადამიანებთან ურთიერთობაში. დიცულოვნება და მშვიდობა გითხარით, რომ ეს ამის გარეშე არაფერი არ შეიძლება. და მოთმინების გარეშე. სხვათა შორის მოთმინება არის სათნოება, ნახეთ ქრისტე როგორ ამბობს. მოთმინებით თქვენით და მოიპოვეთ სულნი თქვენი. თუ ადამიანს მოთმინება არ აქვს, როგორც წესი, მარადილ სიცოცხლეს ვერ აღწევს. ამის მაგალითი თავად ქრისტემ გვაჩვენა. აი როგორ უნდა ისწავლო მოთმინება, თუ შევიწროებული არ ახარ. აი წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანი მარტო ცხოვრობს და არავინ არ ავიწროებს და ყველაფერი აქ რაც ჭირდება რა. რაც ჭირდება, თავის თავს იკმაყოფილებს, მიდის, მოდის, ფული აქვს, რაღაცა ასე შემდეგ. და ადამიანს შეიძლება შექმნას ილუზია, რომ მას აქვს მოთმინება, მას აქვს სიმდაბლე, მას აქვს სიმშვიდე, არ არის მრისხანე, ყველა უყვარს. იმიტომ რომ მარტოა და გონია რომ ეგეთი კარგია, ყველაზე კეთილია. საკმარისია ეს მეორე ადამიანთანაც ცხოვრ, ეგრევე გაიშიფრება. რომ თურმე ესე იგი მრისხანეც არის, რიცულოვანიც არ არის, აღარც მორჩილია, აღარაფერი აღარ ახსოვს, ჭკუზე გადადის, ყველაფერზე. ამიტომ კიდევ მეორე ოჯახური აკადემია, ოღონ მოთმინება ჭირდება. აი რატომ არის ხოლმე რომ გოგონა და ბიჭი იწყებენ ცხოვრებას, თანაცხოვრებას. ეხლა აქ მაინც სხვა კულტურული გარემოა და თბილი საქართველოს ჯერ კიდევ ეს ცუდად ჩანს, მაგრამ სამწუხაროდ იქაც დაიწყო ეს პროცესი. და მოვიდის ახალგაზრდა გოგონა და მეუბნება რომ აი ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი უნდა დავქორწინდეთ. აღმოჩნდა რომ უკვე თანაცხოვრება დაწყებული აქვს. დედამ არ იცის, მამამ არც იქით არც არავინ არ იცის, მარტო ამ ორმა იცის. მეუბნებიან რომ ჩვენ გვინდა ქრისტიანული ცხოვრება და თუ შეიძლება ვეზიარებ, მეთქი ვერ გაზიარებ რა. როგორ ჩვენ მეთქი ოფიციალურად მაინც გააფორმეთ.
ნახეთ რა ხდება, რა, კაი, ჯვარს ახლა ვერ იწერთ ოფიციალურად მაინც გააფორმეთ. იმიტომ რომ ნახეთ რა უცნაური რამე ხდება. ძალიან ხშირად აი ესე დაწყებული თანაცხოვრება ინგრევა. პირველსავე კონფლიქტის მერე. იმიტომ რომ როდესაც პასუხისგებლობა არ აუღია კაცს და ნულოვანია, მშობლების წინაშე პასუხისგებლები არ არიან. სახელმწიფოს წინაშე პასუხისგებლები არ არიან. მეგობრების წინაშე პასუხისგებლობა დღეს საერთოდ აღარ არსებობს. ღვთის წინაშე და ეკლესიის წინაშე პასუხისგებლები არ არიან. პატარა კონფლიქტზე შენი თავი მაგ ახლა იტყვის და მორჩა დაცილდება, დამთავრდა. არადა რამდენი, ვისაც ახლა ოჯახი ქონია და წლები გაგვივლია, რამდენი ცრემლი, ტკივილი, შრომა, მიმტევებლობა, დაღლა, მოთმინება, სიმდაბლე, მორჩილება, თავის დამდაბლება გვჭირდება იმისათვის ოჯახები შევინარჩუნო. გასმით? აი ესა და თუ ამას ადამიანი გაცნობიერებულად აკეთებს ქრისტესთვის, ჩვენი გული იხსნება საღვთო მადლისათმის. ჩვენ ხო ქრისტიანები ვართ. ქრისტიანი რითი განსხვავდება არა ქრისტიანისაგან? რითი განსხვავდება? ტაძარში მოს ანთელს და ანთებს? არა. ქრისტიანი იმით განსხვავდება არა ქრისტიანისაგან. განსაკუთრებულად მართლმადიდებელ ქრისტიანზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ მართლმადიდებლობაში არის შენარჩუნებული, შენახული მთელი სისავსე იმ მისტიკისა, იმ საიდუმლოებისა, რომელიც ქრისტემ მოციქულებს გადასცა. მთელი სისავსეა შენარჩუნებული. და რითი განსხვავდება ქრისტიანი არა ქრისტიანისაგან? ამ საიდუმლოებას ჩვენ გულში ვატარებთ. ამ მისტიკას გულში. ჩვენ იცით გულში ზეცას ვატარებთ. ზეცას ვატარებთ. პირდაპირ გაგებით, არა მეტაფორულად. ჩვენს გულშია მამა, ძე და სული წმინდა. გესმით? ჩვენში ღმერთი ცხოვრობს. ჩვენ ღვთის ტაძარნი ვართ. ეს არის ქრისტიანული სწავლება, ამას გვასწავლის ქრისტე, უფალი, მოციქულები, წმინდა მამები, ეკლესია თავის 2000 წლოვანი გამოცდილებით. ჩვენ ვიცით გზა, როგორ გაიღოს ჩვენი გული ღმერთისათვის. მაგრამ არ არის საკმარისი თეორია, არც მარტო ღმერთთან კომუნიკაციის მცდელობა, თუ ეს, ანუ ღმერთთან კომუნიკაციის მცდელობა, რომ ჩემი გული მისთვის გაიხსნას, არ დადასტურდა ადამიანთან ურთიერთობაში. ჩემი ღმერთთან ურთიერთობის სინამდვილე და სისწორე დასტურდება ადამიანთან ურთიერთობაში და ადამიანთან ურთიერთობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ადამიანთან მჭიდროს პასუხისგებლიანი ურთიერთობა მაქვს და ესეთი ურთიერთობა ყველაზე ძლიერი არის ცოლსა და ქმარს შორის და მონასტერში. ესმით რა შეესაბამება. ამიტომ თუ ადამიანი ამ მეორე მხარეს მოკლებულია, ის მისტიური მხარე შეიძლება აღმოჩნდეს საცდური და ხიბლი, ანუ ადამიანს ეგონოს რომ ღმერთთან ურთიერთობა აქვს და სინამდვილეში ეშმაკთან მქონდეს ურთიერთობა, იმიტომ რომ თუ მას ღმერთთან ურთიერთობა აქვს, ეს მხოლოდ მოყვასთან ურთიერთობაში, განსაკუთრებულად იმასთან, რომელსაც ვერ გაექცევა, ცოლი და ქმარი ერთმანეთს ვერ გაექცევა, ერთ სივრცეში არიან. და მონასტრიდან ვერ გაიქცევი, ერთ სივრცეში ხარ. ანუ ოჯახია ერთის და მეორედ. მხოლოდ ოჯახში შეიძლება ადამიანი დარწმუნდეს, რომ მას ქრისტესთან სწორი ურთიერთობა აქვს. ამიტომ უფალი ორ მცნებას გვაძლევს, რომელიც ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. და რომელიც არის მთავარი მცნება ქრისტიანობაში, სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა. ერთი მეორის გარეშე არ არის. და ღმერთთან ურთიერთობაც ესეა, არ შეიძლება გიყვარდეს ღმერთი და არ გიყვარდეს ადამიანი, ან გიყვარდეს ადამიანი და არ გიყვარდეს ღმერთი, იმიტომ რომ იესო ქრისტე არის ღმერთის და ადამიანის. და აი ამ დიდებულებას ჩვენ შიგნით ვატარებთ, რომლის ლუსტრაცია და თუ ვატარებთ და ამაში ზიარების ნაყოფი და სწორი ლოცვის ნაყოფი ჩვენ ის არის, რომ ჩვენთან ახლობის ნაყოფი ის არის, რომ ჩვენში ღმერთი ცხოვრობს და თუ ჩვენ ღმერთს ვატარებთ, მაშინ ეს უნდა გამოვლინდეს ოჯახში. ამიტომ თანამედროვე ურთიერთობების, ოჯახური ურთიერთობების, ბიჭსა და გოგოს ურთიერთობების მთავარი გამოწვევა, აი ხო არის მთავარი გამოწვევა. ეხლა შეიძლება ფსიქოლოგი დადგეს და რაღაცა თქვას, ოჯახის ფსიქოლოგი მაგალითად, სოციოლოგი და ასე შემდეგ. მე როგორც მღვდელი ვიტყვი, მთავარი გამოწვევა ქრისტიანული ოჯახისა არის ის, რომ ახალგაზრდები და მე უკვე ხანში შესულებით გარკვეულ პერიოდის მერე ოჯახები ცხოვრობენ ქრისტეს გარეშე. უქრისტეობა არის მთავარი გამოწვევა, რომელსაც თავაზობს ეს სოფელი. ეს სოფელი თავაზობს ოღონდ არა ვერბალურად, არამედ ცხოვრების წესით გეუბნება, რომ შენ შეგიძლია იყო ბედნიერი ქრისტეს გარეშე, რადგან კაცო ქრისტე. და ჩვენ ხედავთ მე შედეგებს რა, დაცლილი საქართველოს დანგრეული ოჯახები, განარკომანებული შვილები და ასე შემდეგ. აი ეს არის შედეგი და ოჯახური რღვევა მარტო ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი და ცოლ-ქმრის გაცილება ხო არ არის. ბავშვი რომ ნარკომანი გაგვეზდება და კრიმინალი გაგვეზდება
რა ეს არ არის ოჯახური პრობლემა და ოჯახური ტრაგედია. რა ფასი აქვს დედას და მამას თუ უვარგესი შვილები გავზარდეთ. და რატომ ხდება ესე? 100%-ია ის, რომ უღმერთობაა მიზეზი, უქრისტეობაა მიზეზი. და კიდევ ვიმეორებ, თანამედროვე სამყაროს თავარი ინსტრუმენტი ჩვენ საწინააღმდეგო ბრძოლაში არის ის, რომ ამ თავისთავად აგვანახოს როგორც დიდებულებამ და ესე იგი სიხარულის და ბედნიერის მომცველმა რაღაცა სისავსებ, აი ესე აგვანახოს თავი, რომ ქრისტე დავივიწყოთ. აი ეს არის. კიდევ ერთი პირადი შვილიერებასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ შვილიერება ზოგადად ჩვენ ვართ ქრისტიანები. შესაბამისად, აი რა თქმა უნდა, ზოგ ქრისტიანს ბევრი შვილი ყავს. არის ეგეთი შემთხვევები, ხო, მაგრამ მასიურად აქ უკვე დენომინაციების დაყოფის გარეშე მართლმადიდებლობებსაც ეგ პრობლემა გვაქვს და სხვა დენომინაციის ქრისტიანებსაც. ქრისტიანები აღარ მრავლდებიან. ქრისტიანები არსად აღარ მრავლდებიან. ხო იცით ეს? რატო? რა უცნაურია? ნახეთ, ბიბლიაში ერთ-ერთი მთავარი კურთხევა რა არის? რომ გამრავლდით და ეს საღვთო კურთხევა აღარ სრულდება. რატო? მარტო ქრისტიანებს აღჭირს ეს, მუსულმანებს ეს არ ჭირთ და ბუდისტებს და რა ვიცი, ეგეთ აღმოსავლეთ რელიგიას არ ჭირთ. მარტო ჩვენ აღჭირს. კითხვა ხო ჩდება, რატომ კაცო ვერ გავიგე? რატომ მრავლდებიან მუსულმანები, ჩვენ რატო არ მრავლდებიან? ახლა არ ვთქვათ, რომ ესე რა ცივილიზაცია მოიტანა. რა იმაში, რა ქვია, ემირატებში იმაში ცივილიზაცია არ აქვს თუ რა არის? ძალიან კარგად მრავლდებიან. ჩვენს მაგარი ცივილიზაცია აქვს დღეს და ცხოვრების წესი და კომფორტი. საქართველოში ახლა დღეს საქართველოში და ცივილიზაცია არ გადამრიოთ, ხანს ადამიანებს ხანახა საჭმლის პული ენატრებათ. რატო არ მრავლდებით ჩვენ? საინტერესო კითხვა. და ეს რა შედეგს გამოიწვევს ხო ხვდებით არა? ესე იგი როგორც გინა მოიქეცი, ცოტა ხანში აღარ ვიარსებებ. და შვილიერების პრობლემა იმიტომ დგას, რომ სხვები თავის ჩვენ ვამბობთ, რომ ჭეშმარიტება მართლმადიდებლობაშია. ვიღაცა შეიძლება არასწორად ემსახურება ღმერთს, მაგრამ როგორც გონია, თავის სინდის მიხედვით სწორად ემსახურება. იმიტომ რომ თავისას არ ღალატობს და ჩვენ ასეთი განძი გვაქვს. ჭეშმარიტება გვიპყრია ხელ და ვღალატობთ ჭეშმარიტებას. ქრისტიანები ქრისტეს ღალატობთ. ჩვენი ცხოვრების წესით, იმ თანამედროვე კულტურით, რომელიც ჩვენ შევქმენით და მე სხვა ახსნა არ მაქვს, მაშინ ვიღაცამ ამიხსნას, რატო აღარ მრავლდებიან ქრისტიანები? რატო აღარ უნდათ ქრისტიანებს შვილები ყავდეთ? რატო უნდათ სხვებს და ჩვენ არ გვინდა? და ეს გარანტირებულად ნიშნავს, რომ ჩვენ გავქრებით საერთოდ და სამყარო დასრულდება, იმიტომ რომ თუ სამყაროში ქრისტეს პოვნა შეუძლებელი გახდება, მაშინ სამყაროს არსებობა აზრს კარგავს და აი ეს არის ანტიქრისტეს გამეფების წინაპირობა და სამყაროს დასასრული, რომელიც უფლის მოსვლა მართალია, მაგრამ უფალიც ვისი პოვის, მცირე სამწყსოს, როგორც თვითონ ამბობს. მე აღზრდაში, აი წეგან თქვი, რომ ჩვენ თუ შვილები ვერ გავზარდეთ და შვილები ნარკომანები გამოგვივიდა, ასე ეს ტრაგედია, ხო? პირადი მაგალითს ვერაფერი ვერ შეცვლის. სკოლები მით უმეტეს აქ არა გაქვთ. ხო? საქართველოში სკოლები გამოწვევას ვერ უძლებს, ვერანაირ იმას ვერ უძლებს. ხო? ამიტომ ერთადერთი არისა პირადი მაგალითი. თქვენ უნდა იყოთ მაგალითი თქვენი შვილებისთვის, შვილებისათვის. კიდევ ერთი აღზრდაში ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება. ბავშვები თუ თავისუფლად არ აღზარდეთ, ბავშვებს ვერ გაზდით ქრისტეს მიერად და ვერც ქართველებად და ეგ არის მშობლის ძალიან დიდი გონიერება, რომ ესე იგი ჯერ არის ღვთის ხატი და მსგავსი, მერია ბავშვი და ჩემი შვილი. ჯერ ღვთის ხატი და მსგავსია და მერია მხოლოდ ბავშვი და ჩემი შვილი. რადგან უპირატესობა ღვთის ხატებასა და მსგავსებას აქვს, ღვთის ხატებასა და მსგავსების მთავარი ნიშანი არის თავისუფლება. და ესე იგი მე თუ ბავშვი აღზარდე არა თავისუფლებით, უკვე პრობლემაა. ბავშვი უნდა აღზარდო თავისუფლებით. ოღონ ისე ამ თავისუფლებამ არ წაიყვანოს იქითკენ, სადაც ის თავისუფლებას დაკარგავს, ანუ ესე იგი ცუდისკენ. და ეგ არის მშობლის სიბრძნე, რომ თან თავისუფლება არ შეუზღუდო, ჩარჩოებში არ ჩავსვა და თან კიდე მისი თავისუფლება სწორად წავმართო. აქ არის ჩვენი სიბრძნე, მოთმინება, სიყვარული და რასთავარია, ისევ ღმერთის დახმარება, თორემ მე თეორიულად ვერც კი ვიტყვით ამას, ეს როგორ უნდა გაკეთდეს. მით უმეტეს თანამედროვე სამყაროში, როდესაც კულტურული ჩარჩოები აღარ არსებობს რა. არანაირი კულტურული ჩარჩოები აღარ არსებობს. სრული აღვირახსნილობა, რაც გინა ისქენი. და ამიტომ ძალიან ძნელია ბავშვი ან სკოლაში ან სადმე, თქვათ რაღაც
ზომიერების ჩარჩოებში აღმოჩნდეს. აი ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ვერ შევძლებთ, თუ ქრისტიანულ ღირებულებებს სწორად არ წარმოვაჩენთ, იმიტომ რომ ბევრი მაგალითი ვიცით, როდესაც მშობელს უნდა რომ შვილი ქრისტიანულად აღზარდოს, თვითონ არ იცის რა არის ქრისტიანობა და ვერ წარმოაჩენს ქრისტიანულ ღირებულებებს და თვითონ არ აქვს სწორი ღვთისმსახურება. მშობელს თუ არ აქვს სწორი ღვთისმსახურება, ყოველი ადამიანი ღვთისმსახურია. ეს ამ სიტყვის დიდი გაგებით და თუ მშობელს არ აქვს სწორი ღვთისმსახურება, ის ბავშვის თვალწინ ამახინჯებს ქრისტიანობას და პირველი მტერი რომ მისი ბავშვი გახდეს ქრისტიანი თავად არის. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რომ შვილს მივცათ სწორი აღზრდა და კარგი მაგალითი ვაჩვენოთ, თავად უნდა გვესმოდეს რას ნიშნავს ღვთისმსახურება. დიდი მადლობა მამა თევდორე. ეხლა ცუდ დაგირიგებთ და შეგიძლიათ რომ შეკითხვებით დაწეროთ, მანამდე რამოდენიმე შეკითხვა არის. მოგესალმებით, ხშირად მიჭირს პატიება ადამიანების, ვიცი რომ ქრისტიანობა პატიების უნარია და მე ხშირად ვცდილობ შევძლო ეს, თუმცა დიდი ბრძოლები მაქვს ჩემ თავთან. გთხოვთ მირჩიეთ როგორ გავუმკლავდი ამას. ქრისტიანობა და მტრის სიყვარული, საერთოდ პატიება და მტრის სიყვარული და შურისძიების არ ქონა ადამიანს თავისთავად არ შეუძლია, ადამიანის ნებელობა ამას ხშირად არ ყოფნის, მაგრამ ნახეთ როგორ არის, ეს არის ადამიანის სიყვარულის გამოვლინება, ხო, რომ მიუტევო და აპატიო და შემდეგ, მაგრამ პირველი ცნება რა არის? პირველი ცნება არის ღვთისსიყვარული და ქრისტიანობაში ღვთისსიყვარული რას ნიშნავს? ღვთისსიყვარული ნიშნავს ადამიანს, რომელიც გადაქცეულია ღვთის ტაძრად, რომლის შიგნით ცხოვრობს იესო ქრისტე. ჩვენ შიგნით რომ იცხოვროს იესო ქრისტე, ჩვენი ცხოვრების საზღვის უნდა გახდეს იესო ქრისტე, ჩვენ უნდა ვეძებოთ იგი ლოცვით ურთიერთობაში და ჩვენ უნდა ვეძებოთ იგი ევქარისტიულ ცხოვრებაში. წმინდა წერილის და წმინდა მამების კითხვით 2000 სლოვან გამოცდილებას ეკლესიის 2000 სლოვან გამოცდილებასთან თანაზიარებაში. ჩვენ თუ ამას არ ვაკეთებთ, მაშინ ჩვენ ვერ შევძლებთ მოყვასის იმ გვარ სიყვარულს, რომ გიყვარდეს ჩვენი მაჭირებელი და ვინც გვაწუხებს და ვინც ნერვებს გვიშლის და მით უმეტეს ვტრები. ამიტომ ქრისტეს სიყვარულის გარეშე და ქრისტეს ჩვენში ცხოვრების გარეშე ადამიანს თავისთავად ეს არ შეუძლია. და კიდევ ერთი, სილვანათონელი ამბობს, რომ მტრის სიყვარული არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი ჩვენში მადლის არსებობის. თუ ჩვენში არ არის მადლი, შესაბამისად ჩვენ არ შეგვიძლია გვიყვარდეს ჩვენი მაჭირებელი და მიუტევოთ და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ქრისტიანები არ ვართ რეალურად და რაღაცა გვაქვს გამოსასწორებელი, სანამ ცოცხლები ვართ. როგორ მოიქცეს ადამიანი, თუ მას ყველაფერი კარგად აქვს ოჯახში, პროფესიაში, მაგრამ შინაგანად მას მარტოობის შეგრძნება და სისტემატური შფოთვები აქვს. აი ხელ წეღარავს თქვი, ამაზე ეს არის ამაზეც იგივე პასუხი მაქვს. ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი თუ მასში ღმერთი არ ცხოვრობს. ეხლა რატო? იმიტომ რომ აი ნათურას მაგალითი მოსახელს ესეთი მაგალითია რა, ვულგარული რა, ცოტა სად ნათურა სად ადამიანი, მაგრამ ნათურა შექმნილია იმისათვის, რომ დენზე მიუერთდეს და გაანათოს. და უცებ ნათურას რო ცნობიერება მიეცეს და ხა ხო კიდია და ანათებს და თქვა, ფიჟო, ეს ხალხი აქ რო ზის, ჩემი დამსახურები ზის. მე რო არ ვიყო, ესენი სიბნელეში აღმოჩნდებოდნენ, ყველა წავიდოდა. და მე რატო დავარ დაბმული აქად, ესენი მიდიმოდიან. მე სადგები და წავა. და წავიდეს, რა დაემართება? ჩაქრება. იმიტომ რომ ნათურას დანიშნულება დენზე იყოს მიმაგრებული, ის სხვანაირად არ გაანათებს. ადამიანის დანიშნულება ღმერთთან იყოს და ღმერთთან ყოფნით ის ხდება ბედნიერი. თუ ადამიანი ღმერთთან არ არის, ის იხჩობა შინაგანად. ამას ქვია მარადიული სიკვდილი. აი ჩვენ მაგალითად ხორციელად შეგვიძლია თუ არა ჟანგბადის გარეშე არსებობა. არაფრით არ შეგვიძლია. რაც არ უნდა გააპროტესტო. როგორ მე ხა თავისუფალი არსება ვარ და რაში მჭირდება ჟანგბადი? წყალშიც თუ მინდა წყალში ვიცხოვრებ, თუ მინდა ვაკუუმში ავალიქ ვიცხოვრებ. ან საჭმელი რასი მჭირდება? არ მჭირდება ეგ სულ თქვა კაცო. ხო ადამიანი ამას ხო არ აპროტესტებს. ზუსტად იგივეა სულის შემთხვევაში. ადამიანის სულს არ შეუძლია. არ შეუძლია ქრისტეს გარეშე. და როცა ის ქრისტეს გარეშე ცდილობს იცხოვროს, იწყება მისი ტანჯვა. და რომ არ დაიტანჯოს, იწყებს გართობას. ესმით, ერთობა სხვადასხვა საშუალებებით, დაწყებული მაღალი ხელოვნებით, მეცნიერებით და პოლიტიკით, დამთავრებული ნარკომანიით და 1000-ის აღგვირახსნილი ცხოვრებით. საბოლოო ჯამში
გარდაიცვლება და აღმოჩნდება ღმერთის გარეშე. აი ეს არის ტრაგიზმი. დღევანდელ მსოფლიოში როგორ უყურებს ეკლესია კიბერუსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით. მიაჩნია თუ არა როგორც საფრთხე და რა რჩევებს მისცემ სულიერ შვილებს. საერთოდ ადამიანი არის გენიალური. ადამიანი არის ღვთის ხატი და მსგავსი გენიალური არსება. აი მაგალითად არ გიკვირთ თვითმფრინავი რამდენი ტონაა ხო რა ვიცი 100 ტონაა თუ რა რამდენია რა ვიცი აი შენ გეცოდინება სად არის სად არის შენ გეცოდინება რამდენი ტონაა თვითმფრინავი აი ბოინგი რამდენი ტონაა დაახლოებით აი 50-ზე მეტი 50 ტონა ჰაერში როგორ დგას თან რომ მიცურავს ესე შენებად ხო ანუ ადამიანი ღვთის ხატი და მსგავსი რო არის მას აქვს შემოქმედების განსაცვიფრებელი უნარი და ქმნის საოცრებებს მაგრამ ამავე დროს ადამიანი უქრისტეოდ რო არის ამ საოცრებებს ხშირად იყენებს ადამიანისვე საწინააღმდეგოდ გესმით ატომის გახლეჩვა და ატომიდან უზარმაზარი ენერგიის მიღება ისწავლა და რა ბედნიერება აი ამ ხელა ჭიქა ატომური ის რაღაცა მასალა გეყოფა რა ვიცი რამდენი ხანი ენერგიის წყარო და არა ბომბა გააკეთა გესმით ხალხი დახოცა გესმით დენთი რამდენი ენერგიის მიღება შეუძლია ამ პატარა რაღაცით არა ჩადო ტყვიაში და გაისროლა კაცი მოკლა. სუსტად იგივეა. ესე იგი, რა თქმა უნდა, ელექტრონული სისტემები, ციფრული სამყარო როგორც ასეთი და ეს დღეს საუბრობდით სუსტად, მე მახსოვს ლამპებით რო იყო მთელი ეს ლამპებით რო იყო მთელი ეს მოწყობილობები, რადიოები, მაგნიტოფონები, მე როგორ გახდა ტრანზისტორები, მე მიკროსქემები, მე სუსტად დღეს ამ ხელა რაღაცა აი ეს რასაც ეს ტელეფონი იტევს და რაც შეუძლია ადრე იყო აი ეს ოთახი სავსე უნდა ყოფილიყო კარადებით აი ეს ოთახი კარადებით უნდა ყოფილიყო სავსე და შეიძლება მაინც ვერ შეძლებოდა ამის კეთება რაც ამას შეუძლია ეს ყველაფერი არის აი პატარა იმაში ჩატეული რა და რა თქმა უნდა და ხელოვნური ინტელექტი კიდე ახ თვითმფრინავების მართვა ხდება სუხელოვი იმითი რა ქვია კომპიუტერით და სატელიტით და ყველაფერი კომპიუტერიზებულია და უცებ რომ დაუშვა რომ ვიღაც ბოროტმა გონება მე სათავისოდ გამოიყენა საშინელებებს მოახდენს და სადაც წვდომა იქნება იქ გაანადგურებს ეს რა თქმა უნდა არსებობს თეორიულად პრაქტიკულად კიდე ეგრე თეორიულად არსებობს მეტეორიტი ჩამოვარდეს და გაგვანადგუროს მაგრამ ჩვენ ღმერთის იმედი გვაქვს ამავე დროს რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ იქ ჩვენ გვაქვს ღმერთის იმედი ამიტომ არ გვეშინია არც მიწისძვრის არც ქარიშხლის არც მეტეორიტის ჩამოვარდნის გესმით არც არაფრის არ გვეშინია იმიტომ რომ ღმერთის იმედი გვაქვს თუ ვართ ქრისტიანები ჩვენ გძნობთ ღვთის დაცულობას და საბოლოო ჯამში არც სიკვდილის არ გვეშინია იმიტომ რომ ჩვენ მარადიული არსებები ვართ არ ცხოვრობთ ვაიმე ხვალე რა იქნება გესმით თავარია რომ ქრისტესთან ვიყოთ აი ეს არის და რასაც ვაკონტროლებთ იქ უნდა კეთილი იმნებოდა ქრისტეს ერთგულებით ვიცხოვროთ და არ დაუშვათ ბოროტება რასაც ვერ ვაკონტროლებთ იქ ღმერთის იმედზე ვარ და მშვიდად ვარ მაინც ასე ხშირად უნდა ეზიაროს ქრისტიანი კარგი კითხვაა სხვათა შორის და პირდაპირ პასუხი იქნება ესე რაც უფრო ხშირად უკეთესია მაგრამ არის ერთი მაგრამ რაოდენობრივი მაჩვენებელი არ ნიშნავს ყოველთვის ხარისხობრივ მაჩვენებელს და თუ ხარისხობრივი მაჩვენებელი არ ვარ და თუ გინდა ყოველდღე ეზიარა იუდა ეზიარა ქრისტეს ხელით და შედეგი ქონა არათუ ნულოვანი უარყოფითი ამიტომ სულცავ საუბრობთ რომ ხშირად უნდა ვეზიაროთ და გეთანხმებით რომ ხშირად უნდა ვეზიაროთ ახლა გზაშიც რომ მოდიოდით მე უფრო საუბრობდა რომ ყოველდღიური წირვები უნდა სადაც არის იქ ანუ ყოველდღე ზიარება მაგრამ კიდევ ვიმეორებ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში არის მნიშვნელოვანი რაოდენობრივი მაჩვენებელი თუ მას საფუძვლად აქვს ხარისხობრივი ანუ სწორი მიდგომა ზიარებისაკენ როგორ მივხვდეთ რა უნდა მივიღოთ ბიბლიიდან პირდაპირ მნიშვნელობი და რა გადატანოთ აი მაგალითად წმინდა წერილში წერია რომ თუ შენი თვალი გაცდუნებს ამოიღე და გადააგდე და ასევე წმინდა წერილში წერია რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ღვთის ტაძარი პირველი არის მეტაფორა და თვალი რა თქმა უნდა არ უნდა ამოიღო და მეორე არის სინამდვილე რომ ტაძარი უნდა გახდე და აი როგორ მიხდეს ადამიანი რა არის პირდაპირ გაგებით მისაღები და რა მეტაფორა ამას ჭირდება საღვთო მადლი რომელიც გვაძლევს ქრისტიანულ სიბრძნეს
და რომლის დროსაც უცდომელად ხვდება ადამიანი წმინდა წერილში უფლისაგან მოტანილ სიტყვებს და წმინდა წერილის სიტყვებს. მაგრამ იმისათვის რომ საღვთო მადლმა იმოქმედოს ჩვენზე და გავიგოთ წმინდა წერილი, უნდა ვიყოთ ცოცხალი ნაწილი ეკლესიისა, როგორც ქრისტეს მისტიკური სხეულის. თუ ადამიანი ქრისტეს მისტიკურ სხეულში არ იმყოფება, მას უჭირს წმინდა წერილის გაგება. და ესე მოყავს ხოლმე. ივანეს სახარების დასაწყისში 4-ჯერ ამბობს ივანე მახარებელი იესო ქრისტეზე, რომ ის იყო. ამბობენ არ იყო. ძირშივე აი პირდაპირ შავი თეთრზე წინააღმდეგებიან წმინდა წერილის და ამბობენ რომ სახარება მათთვის არის ავტორიტეტი. რატო? იმიტომ რომ მადლის გარეშე უნდათ რომ საკუთარი გონებით გაიგონოთ. მხოლოდ ინტელექტუალური რესურსი. მხოლოდ ინტელექტუალური რესურსით წმინდა წერილი არ გაიგება, იმიტომ რომ ეს არის ღმერთის შემოქმედებითი ენერგია შეფუთული, შემოსილი ადამიანურ სიტყვაში. ამიტომ და კიდევ ერთი ნიუანსი. ეკლესია არის ქრისტეს მისტიკური სხეული, რომელიც არის პირველადი, რომელმაც გამოიღო ნაყოფად ღვთის გამოცხადება დაწერილი წერილობით. ამიტომ ეკლესიის გარეშე შეუძლებელია გაგება წმინდა წერილის. თორე აი ეს ორი მაგალითი მოგიყვანეთ რა. პირველი მაგალითი თვალი არ უნდა მოიღო, არ უნდა გადააგდო, ეს არის მეტაფორა, მაგრამ ის რომ ტაძარი ვართ ღვთისა, ეს არის პირდაპირი გაგებით, გასაგებით, დიახაც ჩვენ მართლაც ტაძარი ვართ ღვთისა. ან მაგალითად მოიძულე დედა და მამა და ისე გამომყევი და ეს არის ერთგვარი სიმბოლო ქრისტესადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და არ შეიძლება დედმამის მოძულება, მაგრამ როცა გეუნება პურზე და ღვინოზე რომ გარდასახვის მერე ჩემი ხორცი და სისხლია, ის მართლა და ხორცი და სისხლია და აი ესეთი ნიუანსები, ხო, არის მადლის მიერ გასაგები და არა პირდაპირ. ვარ დიდი ხნის ბრეული და ნელ-ნელა უკან მივდივარ. მიზნელდება ლოცვის საკითხვა, ახსარება, რითი ან როგორ გამოვასწორო ეს მდგომარეობა. ცოტა რაღაც ვერგო. ესე იგი, ზოგადად თუ ადამიანს უგრილდება რწმენა, უძნელდება ლოცვა, ახსარება, ეს ძალიან რთული თემაა და უდროობის შემთხვევაში გამოეხა ამაზე სიღრმისეულად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სულიერ ცხოვრებაში გაგრილება სარწმუნოებრივი ეს არის მოვლენა, რომელსაც ყველა ქრისტიანი გადის. ამას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის ბევრი ჩვენგან დამოუკიდებელიც, მაგრამ არის ჩვენზე დამოკიდებული მიზეზები. ჩვენზე დამოკიდებულ მიზეზებში შედის ჩვენი არასწორი ხედვა სულიერ ცხოვრებაში. როდესაც ადამიანს არ აქვს მუდმივი კავშირი წმინდა წერილთან. როდესაც არ აქვს ადამიანს კავშირი მუდმივი წმინდა მამებთან. როდესაც ლოცვის წაკითხვას ეძახის ლოცვას. და როდესაც ახსარება სავალდებულოდ მიბმულია გზიარებაზე. და როდესაც იშვიათად ეზიარება. ეს ყველაფერი მას ხელს უშლის, რომ რწმენა გაუცოცხლდეს. და რწმენა მიდის ნელ-ნელა მინავლებისაკენ. ახეთ რამდენი რამე ჩამოვთვალე. ესე იგი არასწორი ლოცვა, ახსარება ზიარებისადმი არასწორი დამოკიდებულება, შესაბამისად სინანულისადმი არასწორი დამოკიდებულება, წმინდა წერილისა და წმინდა მამების არცოდნა, იშვიათი ზიარება, ეს ყველაფერი ქმნის პრობლემას, არაქრისტოცენტრული აზროვნება და ეს ქმნის პრობლემას და ადამიანს ის რწმენა, რომელიც ჩანასახი-სახით მიეცა მას გულში, ნელ-ნელა იწყებს განელებას და ბოლოს ქრება. ეს არის ადამიანის ბრალი. და არის ობიექტური მიზეზი. ობიექტური მიზეზი არის ჩვენი ცოდვილი ბუნება და სიამაყე. თავარი ბარიერი ჩემსა და ქრისტეს შორის, წმენა რომც მომეცეს, რომელიც მე იკარგება, თავარი ბარიერი არის ჩემი სიამაყე, როცა აი ნატურასავით მგონია რომ მე ვარ. და ვერ ხვდები რომ იმიტომ ვანათებ, რომ დენთანა ვარ, დენის გარეშე ვერ გავანათებ. აი ეს 2x2 4 დაკარგვა ხდება, იმიტომ რომ სიამაყის ერთ-ერთი გამოვლინება არის თვითკმარობა. თვითკმარი არსება ხარ, ესე გგონია შენ. მაგრამ თვითკმარი ხორცელათაც არ ახარ, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, რამდენიმე წუთი ვერ გაძლებ ჟანგბადის გარეშე. არც სულიერად არ ახარ თვითკმარი. სულით, ხორცით როგორც აი არაპროტესტებ, წეღანავს არაპროტესტებ. როგორ ეხლა მე რაში მჭირდება ჟანგბადი რა? მე ისეთი არსება არა ვარ, ისეთი თავისუფალი, ისეთი ღირსეული, ისეთი მაგარი, ისეთი ინტელექტუალური. ეს ჟანგბადი რაში მჭირდება გავს? რატომ ვაფართოოც? არა, მაგრამ ეს ნეკნები გავს. ხო არაპროტესტებს ადამიანი.
ამდოს ღმერთს როგორც მის სასიცოცხლო ენერგიას, ღმერთი ჩვენი სასიცოცხლო ენერგია სულიერად, იმას აპროტესტებს. ხო და რა ვიცი, აპროტესტოთ და ვიყოთ. ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ არასწორი სულიერი ცხოვრების ბრალია ეს. ეს უნდა მოძღვართან გაარკვიოთ. რა არის მთავარი ოჯახის ერთობის შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად? მოკლე პასუხი გინდათ, დაღლილები ხართ. იესო ქრისტე, ამესანო. იესო ქრისტეა მთავარი. არის თუ არა, მე ამას ჰარიდან კი არ გეუბნებით. ჩვენ მღვდლებს გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება ახალგაზრდა და არა მარტო ახალგაზრდა ოჯახებთან ურთიერთობის. და რა თქმა უნდა მორწმუნეებს გულისხმობ პირველ რიგში. და როცა მათში პრობლემა ჩდება და თუ ისინი ქრისტესკენ გაიხედებიან ხოლმე, აღადგენენ თავიანთ რწმენას, მათი პრობლემები გვარდება. ასე რომ ეს რეალობა არის. და საღვთისმეტყველო თვალსაზრისითაც სწორია. არის თუ არა ჯვრის არის მართებული მიზეზი უსიყვარულობა. ვაიდე და ეგ სიყვარული ისეთი რამეა, სუბიექტური განცდაც არის, გრძნობელობითი და ემოციური განცდაც არის, მაგრამ მაქსიმე ახსარებელმა რა თქვა, მეთქი ვთქვი ცოტა ხნის წინ ნებელობითი აქტიც. ესე იგი, რამდენი შენი შვილი ნერვს მოგვიშლის სახლიდან თუ გააგდე. გესმით? ამიტომ დღეს მიყვარს, ხვალე არ მიყვარს, იმიტომ რომ ჩვენ სიყვარულს უწოდებთ ორი ადამიანის, განსხვავებული სქესის ადამიანების ურთიერთმიზიდულობას, რომელიც არსებობს, ამას უწოდებთ ხშირად სიყვარულს. თუმცა ეს მიზიდულობა ქრება ან დროთა განმავლობაში, ან ასაკის მერე, ან ერთ-ერთი მხარე ბერდება, ან რაღაც ავად ხდება, ან ესე იგი ნერვები მოუშალა და აღმოჩნდა ხასიათებით ვერ გაუგო და რაღაცის გამო, როცა ეს მიზიდულობა იკლებს, ადამიანი არ ქმნას, რომ მიყვარდა, ახლა აღარ მიყვარს. და სიყვარული დაიყვანა იმ მიზიდულობამდე, მის ლტოლვამდე, ლიბიდომდე, რა როგორ ზინათ ისე დაარქვით. არ არის ეგ მარტო სიყვარული. სიყვარული ესე მარტივად მაშინ ადამიანი ცხოველი ყოფილა, უნდა შევთანხმდეთ და გადავაგდოთ რა. თუ ცხოველები ვართ, ჩემო კარგებო, რა აზრი აქვს რომ თავს ვიკლავთ. ცოტა ხანში ყველანი აი ერთი 80 წლის მერე, ხო, ყველაზე ძალიან კაბერილი ის თქვი, მაგრამ 80 წლის მერე, აი პატარა ბავშვია, ხო სადღაც 100 წლის მერე ვიტყვი ამიტომ. 100 წლის მერე აქ ვინც ვართ, არც ერთი არ ვიქნებით, ყველა ვიქნებით ჩალაგებული, სადაც საჭიროა, ხორციელა. და ეხლა ვამტკიცოთ მე რომ სიყვარული იყო, არ იყო მიზიდულობა, ლიბიდო და სულით ღმერთის წინაშე ვიქნებით. 100 წლის მერე ესე ყველა ვიქნებით ჩალაგებული. ხო და გესმით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ამაზე ვიფიქროთ ჩვენს პირად ხვედრზე მარადისობაში თუ გწამს, რა ვიცი. იმიტომ რომ თან რწმენა ისეთ როცა ვსაუბრობ რწმენაზე, რწმენა არ არის აზროვნების ფორმა, რომ მე მგონი ღმერთი არსებობს. მე მგონი უნდა იყოს, რა სიტყვი მე ხო აი რწმენა აზროვნების ფორმა არ არის, რწმენა არის შემეცნების უნარი. აი როგორც მაგალითად ადამიანს აქვს ინტელექტუალური შემეცნების უნარი. ადამიანს აქვს მშვენიერების შემეცნების უნარი. ადამიანს აქვს ემოციური შემეცნების უნარი, ემოციური ინტელექტი, რასაც ქვია. და ადამიანს აქვს მორალური კანონის აღქმის უნარი, სინდისით შემეცნების უნარია. და ადამიანს აქვს ტრანსცენდენტული ყოფიერების შემეცნების უნარი. აი ტრანსცენდენტული ყოფიერების შემეცნების უნარი გაცოცხლება ნიშნავს რომ ადამიანს აქვს რწმენა. ანუ ის კი არ ფიქრობს რომ გონი ღმერთი არსებობს. კი, იქნება, როგორ არის. ესე კი არა. მან იცის რომ ღმერთი არის, გესმით? შინაგანი შეგრძნებით იცის. აი როგორც იცის რომ რაღაცა რო ხდება ადამიანი, ბჭოს არ იქცევა, არასწორ მართალი არ არის ადამიანი. და საიდან იცის რომ ეს არ არის მართალი და ეს არის? საიდან იცის? მორალური კანონის აღქმის უნარი აქვს. გესმით, აი მასია საქმე. საიდან იცის რომ ვან გოგის ის მახინჯი მოსმები და რაღაც არის გენიალურობა. რატო არის გენიალურობა, ვერ გავიგე. საიდან იცი რომ ეს ბახი რო ტკ მიყვება და მუსიკის სტრუქტურას რო ვერ გაყვები, თუ მithumetes მარშრუტკის მუსიკაზე ხარ გაზრდილი. საიდან ხვდები რომ ეს გენიალურობაა? და ხვდები რომ გენიალურობაა? თუ გამოხვალ მარშრუტკის მუსიკის იმიდან პარადიგმიდან. როგორ დავეხმაროთ ოჯახში მემთვრალეობის ცოდვაში მყოფ ადამიანს? ეს ცოტა რთული თემაა, იმიტომ რომ ჩემს გარშემო რაც ადამიანები ყოფილან მემთვრალეები
და ნარკომანები, ну ეს ერთ და იგივეა პრინციპში რაღაცა გაგებით. დაუშალოთ მარანი. ძალიან რთულია, იმიტომ რომ ბევრი გამოსულა ამ მდგომარეობიდან და ბევრი არ გამოსულა. აი ეს მიზეზი, რის გამოც ზოგი გადარჩა და ზოგი მოკვდა ამ ცოდვაში ან ნარკომანიაში. რაც ჩემს გარშემო ყოფილა რწმენა და ურწმუნოება იყო. იმიტომ რომ ეკლესიაში ყოფობა ხომ ურწმუნოებას არნიშნავს და ვინც მართლა ქრისტეს შეიყვარა, ყველა მაჯობა. ნარკომანიასაც და მემთრალეობასაც და ვინც ქრისტე ვერ შეიყვარა, საბოლოო ჯამში თავი გაწირა და მოკვდა. იმიტომ რომ ესეთი ადამიანები კვდებიან როგორც წესი ძალიან ადრე და ძალიან ტრაგიკულად. და მათ შორის სულიერადაც ტრაგიკულად. ხო და მე რას ვაკეთებდი ხოლმე? მე ვაძლევდი პირად მაგალითს, რომ რწმენა ღმერთი არსებობს და ღირს ღმერთისთვის ცხოვრება. სისულელია ნებისმიერი რამისთვის დახარჯოს სიცოცხლე და მით უმეტეს ცოდვისთვის, თუ ქრისტე არ იქნა შენთან და ნებისყოფა ძლიერდება ღვთის ძიებაში. და როგორც წესი ასეთ ადამიანებს ნებისყოფა ძალიან სუსტი აქვთ და ღმერთის ძიებაში თანმიმდევრული არ არიან. ცოდვები არიან ეს ადამიანები არიან ავადმყოფები. ადამიანს, რომელსაც ნებისყოფა იმდანად დაჩლუნგებული აქვს, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტის ჩამკვდა, იმიტომ რომ მემთრალეს და ნარკომანს თვითგადარჩენის ინსტინქტის ჩამქრალი აქვს, თვითონ აღარ უმუშავებს და ამ ადამიანში ცხოველის კი მკვდარია. იმიტომ რომ ცხოველს აქვს თვითგადარჩენის ინსტინქტი. თუ ოჯახის წევრია, უპირობო სიყვარული და მისთვის ლოცვა და ქრისტიანული ცხოვრების მაგალითის ჩვენება. სხვა ვერაფერ არ დაეხმარება. და ის რომ ხშირად აუტანლები ხდებიან ოჯახში, ესეც გასაგებია, იმიტომ რომ პავლემოციქული პირდაპირ ამბობს. მემთრალეთა სასუფეველი ვერ დაიმკვიდრო. იმიტომ რომ სასუფეველი ნიშნავს ქრისტესთან ყოფობას და მემთრალე იცით რატო თვრება? მას ცხოვრების საზრისი არ აქვს. ის ცხოვრების საზრისს ვერაფერში ვერ ხედავს და ვერც ღმერთში. უბრალოდ სუიციდის მდგომარეობაში იმყოფება, რომ როგორმე თავის თავს გაექცეს. აი იმ რეალობას, რომ უნდა გაიღვიძოს, ჭამოს, გაიზმოროს, ესე იგი რაღაც საქმე აკეთოს, პასუხისგებლობით დატვირთოს საკუთარი თავი, ეს მით რაღაცა პრობლემები მოაგვაროს, ამას გაურბის. ურჩევნია, რომ მუდამ აი გათიშულ სიამოვნებაში იმყოფებოდეს. გაურბის საკუთარ ყოფიერებას გაურბის მემთრალე. და საკუთარ ყოფიერებისგან გაქცევა ნიშნავს ქრისტესგან გაქცევას. იმიტომ რომ ქრისტე არის ყოფიერების სათავე. ამიტომ ერთადერთი წამალი არის აი ეს უპირობო სიყვარული, რომ ნახოს რომ შენ მიუხედავად იმისა, რომ ესეთი ხარ, არ მეზიზღები და მაინც მიყვარხარ, სითბოთი გექცევი, მაგრამ პრინციპული ვარ შენთან. ამავე დროს ხელს არ შეგიწყობ, მაგრამ მაინც მიყვარხარ და ამ სიყვარულსაც გაჩვენებ. და პლუს გაჩვენებ იმას, რომ ღირს ქრისტესათვის ცხოვრებ. და რა თქმა უნდა, გულში მისთვის ტკივილს ვატარებ ამ ადამიანისათვის და შენ რო ლოცულობ და იესოს სახელს მოუხობ, ეს შენი ტკივილი საკმარისია, რომ ლოცვად ჩაითვალოს უფლის მიმართ. რატომ იგმობიან ათელხილველები, თუ ისინი ნამდვილად ხედავენ მომავალს. და შემდეგი კითხვა არის, ბარემ ამასაც წავიკითხავ, თორე რეინკარნაცია არსებობს, ერთი და იგივე სული, რამდენჯერმე ამ ქვეყნად, რამდენად მოდის ამ ქვეყნად. ექსტრასენსობა და ჰიპნოზი ცოდვაა და რატომ ითვლება ცოდვად. ხო, ესები გავიხსენო ეს ყველაფერი და მოკლედ გიპასუხოთ. ესე იგი, ის რომ ადამიანს ინტუიცია ეხსნება და წინასწარ რაღაცას ამბობს, ეს თუნდაც არ ნიშნავს, რომ ეს ღმერთისგან ხდება. და საერთოდ ჩვენ აი ქრისტიანობის ვერ გაგება იწევს აი ამ ყველაფერს. იმიტომ რომ ადამიანს აქვს განვითარებული, ადამიანი არ არის ცხოველი, მას აქვს ინტუიცია და ინტუიცია არის ისეთი რამ, რაც ჩვენს რაციონალებს არ ემორჩილება და არ ექვემდებარება. ჩვენ არ შეგვიძლია ბოლომდე განსაზღვროთ ადამიანში რა ხდება. ადამიანი ბევრ უცნაურ რაღაცებს, აი ტელეკინეზი არსებობს თუ იცით მაგალითად. ტელეკინეზი, აბა მითხარით ვიღაცამ ამიხსნას რაციონალურად, რა არის ეს რა ფენომენია. ხო? ასევე მკითხაობა, ვერაფრით ვერ ახსნი და ასევე ინტუიცია, როცა გეუბნება, რომ აი რაღაცას წინასწარ რომ გაარკვევ და გაიგებ. მაგრამ ამავე დროს არსებობს დემონური სამყაროც, რომლის მიერაც ძალიან ბევრი რამე შეიძლება ადამიანმა წინასწარ გაიგოს. მათ შორის ბავშვის დაბადება. რა შეუულია? შეუულია. იმიტომ რომ ეს ბავშვი, კაცო, შემთხვევით ხო არ იბადება, ეს ბავშვი უკვე შეიძლება დღე-დღეზე დედამისი ელოდება და წინასწარ თქვა რაღაც მანძილზე იცოდეს და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ყველაფრის გაგება არ გაგება რა კავშირია ქრისტიანობასთან?
და როცა საუბარია იმაზე, რომ ესე იგი ეკლესიას არ უყვარს, არ მოსწონს, ოდესაც ადამიანი ასეთ ადამიანებს მიმართავს, იმიტომ რომ ამას ქრისტიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. აი ადამიანი, რომელმაც წინასწარ ყველაფერი იცის და რა შუაში აქვს ქრისტიანობა. ქრისტიანობა საერთოდ სხვა რამეზე გველაპარაკება. ქრისტიანობა გვეუბნება რას, რომ არსებობს ღმერთი, ყოფიერების საწყისი, რომელიც ადამიანად მოვიდა და შენ შეგიძლია მასთან კომუნიკაცია გქონდეს. მორჩა, აი ეს არის არსი ქრისტიანობის. გესმით? და მან როგორც ადამიანმა, ღმერთმა როგორც ადამიანმა განაცხადა ღვთისნება, რომელიც თავის ყოვლის შემძლეობით შემოინახა დღემდე თავის ეკლესიაში. ეს ეკლესიაც მისი დაარსებულია. ვიღაცამ რაღაცა ნახა, ან არ ნახა, ვიღაცამ რაღაცა იწინასწარმეტყველა, მე აქ საუბარია ინკარნაცია, რეინკარნაცია არის აღმოსავლური რელიგიური ფენომენი, იმ კულტურის ნაწილი, რომელიც არსებობს იქ, სადაც არ არსებობს პიროვნული ღმერთის იდეა. სადაც არ არსებობს პიროვნული ღმერთი, ანუ ყოფიერების საწყისი, ტრანსცენდენტული ყოფიერება, ან არ არის იმ კულტურაში ან თუ არის ის არ არის ცოცხალი, ანუ პიროვნული არსება, რაღაც ენერგეტიკაა. და რეინკარნაცია არსებობს როგორც გაქცევა ყოფიერებიდან. სანსარას ბორბალს ეძახიან. ანუ ჩვენ სანამ ესე იგი ვიმყოფებით აი ამ ყოფიერებაში, ჩვენ ვიტანჯებით, იმიტომ რომ ჩვენი სურვილები გვტანჯავს. და სურვილების გარო გათავისუფლდე, უნდა ამ ცხოვრების აი ამ ჩაკეტილი ჯაჭვიდან გახვიდე. და ჯაჭვიდან სანამ გადიხარ და ვერ გადიხარ, მოდიხარ კიდე ერთხელ იბადები, კიდე ერთხელ იბადები და რეინკარნაცია ნიშნავს მეორე დაბადებას, რომელიც აღმოსავლურ რელიგიებში უარყოფითი ფენომენია. ის კი დადებითი მოვლენა კი არ არის. ეს ქრისტიანებს უხარიათ ხოლმე, აკაკაია კიდე დავიბადები. და თუ ქრისტიანი ხარ, ცოცხალი ღმერთი გწამს და ცოცხალ ღმერთს, აი ეს იმაში როა ლატარიაში იყო ხოლმე კიდევ ცადე. ჩვენთან დაკავშირებით ღმერთს არ ჭირდება ცდა, რომ აბა თეოდორე კიდე ღმერთმა კიდე ცადოს ჩემით, რომ ერთხელ გამაჩინა, არ გამოუვიდა, რომ გადამარჩინოს. ახლა კიდე მეორედ გამაჩინა, არ ჭირდება ღმერთს ეს. ღმერთი ჩემი სიკეთებით კი არ გადამარჩენს. არამედ ჩემი არჩევანით მე თუ მივხვდი, მე თუ გამეხსნა ეს გული და მე თუ დავინახე იესო ქრისტე რო ღმერთია და მე თუ მისი ნების განხორციელება დავიწყე ჩემს არსებაში, ღმერთი ჩემს ნებისმიერ უწმინდურობას განწმენს და ამით გადამარჩენს. და ამისათვის მომეც არა მარტო გონიერება, არამედ ანუ შემეცნების უნარი გარე სამყაროსი, არამედ გონიერება როგორც ამ სიტყვის დიდი გაგება, ანუ სინდისი მომეცა. და სინდისი მიმანიშნებს დაახლოებით მაინც ღმერთისნება რა არის. და როგორც კი ადამიანი სინდისის მიხედვით ცხოვრებას იწყებს, იმ წამსვე ის ნებისით უნებლიეთ ღვთის ნების აღსრულებელი ხდება და მას ეხსნება გული ქრისტეს შემეცნებისად. და ქრისტეს რო შეიმეცნებს, ის უცოდველი კი არ ხდება. მაგრამ ხდება წმინდა ღმერთის ნებით. წმინდა ქრისტეს ნების აღსრულებელი ადამიანი. წმინდა, იმიტომ რომ ღმერთის ნების აღსრულებას ცდილობს, მაგრამ ბუნებით ის წმინდა მაინც არ არის. ამიტომ უფალი პეტრეს ფეხებს ბანს და პეტრე რო ეუბნება, რომ ფეხებიც კი არა, ხელების და თავის დამბანეო, ეუბნება, რომ წმინდანს არ ჭირდება განწმენდა გარდა ფეხებისა. გესმით? და რატო იყო პეტრე წმინდა? პეტრე არ ამბობს მე, აიმის მე ამბობს, მაგაც არ ვიცნობ, ხო? იმიტომ რომ პეტრე მიუხედავად თავის უძლურებისა, სისუსტისა, იქ შიშისა, ღვთის ნების აღსრულებელია პეტრე. პეტრე ღვთის ნებით ცხოვრებას ცდილობს. და ფეხები როგორც სიმბოლო ჩვენი ამ შემთხვევაში, აი ფეხებია სიმბოლო ამ შემთხვევაში, როგორც სიმბოლო ჩვენი დაზიანებული ბუნებისა, ჩვენი ღმერთს დაცილებული ბუნების, ანუ ჩვენი უწმინდურობისა ზოგადად. იმას უფალი განწმენს. არ გჭირდებაო შენ არაფერი გარდა ფეხების განდაბანისა და სხვა მოციქულებსაც. ყველანი წმინდა ხართო გარდა ერთისო უფალი ამბობს. ჩვენ არ გჭირდება მეორე დაბადება და მესამე დაბადება. და თან ერთი ნიუანსია. რეინკარნაციის დროს, როცა ვისაც ეს წამს, ისინი ამბობენ, რომ ადამიანი რო იბადება, მას არ ახსოვს ვინ იყო. ხო იცით ეს ასეა. და ნახეთ მისი ბუნების ინდივიდუალური თვისებების სხვა კომბინაციით დალაგება ხდება. მე თუ არ მახსოვს ვინ ვიყავი, ჩემს არსებობას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ თავარი ჩემი თვისებები კი არ არის. თავარი არის თავარი ვარ მე როგორც სუბიექტი.
ანუ მე თუ არ მახსოვს ვინ ვარ, მაშინ რა აზრი აქვს ჩემ არსებობას? ანუ ეს სისულელეა თავიდან ბოლომდე, მაგრამ აღმოსავლურ რელიგიებში ეს სისულელე არ არის. იქ არის ეს არის იქაური დოქტრინის აუცილებელი ატრიბუტი. იმიტომ რომ იქ ცოცხალი ღმერთი არ არის. ვერ მიშველის. მე უნდა ჩემი მედიტაციებით, ჩემი სიკეთეებით და ჩემი რაღაცებით უნდა როგორმე მივახცე იმას, რომ აღარ დავიბადო და შევერთდე ნირვანას. ანუ მარილის კაცი შევიდე ზღვაში და გავდნე. აღარ ვიტანჯო. ანუ ბუდიზმის არსი არის ტანჯვისგან გაქცევა და არა ცოცხალ ღმერთთან მისვლა. ამიტომ ექსტრასენსობა და გიპნოზი ცოდვა. გიპნოზი რა არის? გიპნოზი არის ადამიანის სულში ფათური რა. შენ აძლევ სხვა ადამიანს ნებას, რომ შენი სულის საკრალურ შრეებში შევიდეს. რა ვიცი აბა? ეს რამდენად კარგია. ადამიანის სული თითქოს იღება ამ დროს და ღიარჩება გარე ზემოქმედებისგან. ზემოქმედა რა ვიცი, რამდენად სწორია და ეს ატომითლება ცოდვა, ხო აი მაგიტო ტელეფონში რო შემოდიან ის არ მოგწონდა. გიპნოზი მოგწონდა. ექსტრასენსი კიდე, ეს არის მისტიკური ძალა, რომელიც შეიძლება იყოს მატყუარა და ტრიუკი იყოს, შეიძლება ნამდვილი, მაგრამ წარმომავლობა ჩვენ არ ვიცით და კიდევ ვიმეორებ, აი სულ სუპერ ექსტრასენსი იყო, ხო? და რამე. ეს ნიშნავს, რომ ღმერთთან მიხვედი. ჩვენ ერთი რამე გვავიწყდება, რომ ქრისტიანობა როცა ვამბობთ, რომ მე უნდა ქრისტეს შევიმეცნო, ეს რაღაც ინტელექტუალური პროცესი კი არ არის. სამყარო არის, აი წარმოიდგინეთ, სამყარო როგორც წრე. ღმერთი ქმნის სამყაროს. ამაში შედის მატერიალური სამყაროც, მატერიალური ენერგიაც, ბნელი მატერიაც და ბნელი ენერგიაც. ანუ მთლიანად მატერიალური ქმნილება, როგორც დღეს მეცნიერები ამბობენ. ამაში შედის ანგელოზებრივი სამყარო. ყველაფერი აქ შედის. ამიტომ არის პავლე მოციქული ამბობს, რომ ეშმაკებს უწოდებს ამ ცისქვეშეთის ძალებს. ანუ დემონური ძალები აქ არიან. ყველაფერი აქ არის. ხოლო ღმერთი არის ტრანსცენდენტული, ყოფიერების მიღმიერი. ღვთის განკაცება ნიშნავს, რომ ღმერთი შემოდის როგორც პიროვნება და მარიამისაგან იღებს ადამიანურ ბუნებას. და მე მასთან კომუნიკაციის საშუალებას მაძლევს, რომ მას შეუერთდე საკრალურად, მისტიკურად და მისი იმპერატორული ნება, რომ სადაც მე მნება, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ და გამიყვანოს ამ ჩაკეტილობიდან. და გადავიდე თავისუფალ არსებობაში, რომ თავისუფალი მარტო ღმერთია, იმიტომ რომ თავისუფალია ის მოვლენდა, ის ყოფიერება, რომელიც არაფრით არ არის განპირობებული, რომელსაც არ აქვს მიზეზი გარეთ და მიზეზი რომ გარეთ არ აქვს და არაფრით რომ არ არის განპირობებული, ესეთი მხოლოდ ღმერთია და სამყაროში ყველაფერს თავის მიზეზი აქვს, ამიტომ არ შეიძლება სამყაროში თავისუფლება არსებობდეს. და ქრისტიანობა არის აქედან გასვლა და გაღწევა. ესმით? და ეს უნდა მოხდეს რაშუაში ექსტრასენსი თავისი მთელი ძალებით და ენერგიებით და წინასწარმცნობელობებით და კარგი მუსიკოსის და კარგი მეცნიერის და კარგი პოლიტიკოსის და კარგი გიპნოზიორის და კარგი ექსტრასენსის ყველა აქ არის. იყავი მაგარი ექსტრასენსი და იქნები აქ სულ. გარდაიცვლები და იქნები აი აქ გამოკეტილი, ვერსად ვერ გახვალ. და იქნები უბედური, იმიტომ რომ ადამიანი მხოლოდ თავისუფლებაშია ბედნიერი და ღმერთს გაყავხარ აქედან. გესმით, აი რატომ არის ეს კითხვები უსაგნო? არანაირი კავშირი ქრისტესთან არ აქვს, აი ამ და ქრისტიანულ სარწმუნოებასთან. როგორ აიხსნება თეოლოგი ბოლოჟამის მსახური, იმიტომ რომ ბოლოჟამის მსახური უფრო მეტად იმსახურებს სათოფელოს ვიდრე პირველი ჟამის. აქ არის ორი რამ, ერთი ღვთის მოწყალება და ღმერთის მიერ ადამიანის ხონება არ არის დამოკიდებული ჩვენს ლოგიკაზე. პირველი ჟამის მუშაკი ლოგიკურად მიუდგა, კაცო, მთელი დღე გემსახურე. და იგივეს მაძლევ, რასაც იმას აძლევ და უფალი გახსოვთ რა შეუნება. ჩემია და რასაც მინდა იმას უზავ, ჩემ ქონებას. შენ ხო დაგპირდი, რომ გაცხოვნებო. კი, ხო გაცხოვნებ, გამანებ. ეხლა იმასაც შენსავით ვაცხოვნებ, რა გინდა? ის აპროტესტებს გესმის. ეგ ერთი, ანუ ღმერთის მოწყალება არის უსაზღვრო. მეორე, ღმერთის მოწყალება არ არის დამოკიდებული ჩვენს მაგარ ბიჭობაზე. ეს თავარი არ არის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არამედ თავარი არის ჩვენი პიროვნული, აი რაც ახლა პეტრე მოციქულზე გითხარით, რომ პიროვნული გადაწყვეტილება, თორემ პეტრე საჩნელებები გააკეთა, მაგრამ ის მაინც უსაყვარლეს მოწაფედ დარჩა. მოღვაწეები, რომლებიც ასევე ბოლოჟამის მუშაკნი არიან, იმიტომ იმსახურებენ თათრასასუფლებას, რომ თანამედროვე ადამიანი უფრო გაცილებით დიდი საცდურების წინაშე დგას, ვიდრე ოდესმე. დიდი მადლობა.
მამა თევდორეს დიდი მადლობა თქვენ მოგზაურობისათვის და იმედს ვიტოვებთ რომ მომავალ წელს კიდე გვესტუმრება მამა